არსებობს ტბა, სადაც ცხოველები ცოცხლად იხარშებიან და მთა, რომელსაც მფრინავები თავს არიდებენ. ეს ადგილები მართლა არსებობს. დღეს გავეცნობით დედამიწის ყველაზე უცნაურ და გაუგებარ ადგილებს. ერთ-ერთი კი ინახავს საშიშ საიდუმლოებას. შენი აზრით, რომელი ადგილია დედამიწაზე ყველაზე მისტიკური და რატომ? დაწერე პასუხი კომენტარებში. დავიწყოთ. წარმოიდგინე ტბა, რომელიც იმდენად საშიშია, რომ ფრინველებს ქვის ქანდაკებად აქცევს. ეს ლეგენდა არ არის. ნატრონის ტბა ჩრდილოეთ ტანზანიაში ზუსტად ასე მოქმედებს. წყალი აქ 60 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღლა ადის. იგი სოდის კარბონატით არის სავსე. იგივე ნივთიერება, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მუმიფიკაციისთვის იყენებდნენ. ტბაში ჩავარდნილი ფრინველები არ იხსნებიან, არამედ ქვავდებიან. თითქოს დრო თავისთავად გაყინულიყო. ბუნება ზოგჯერ თავისივე გასაოცარ ძეგლებს ქმნის. ამიტომ თუ ოდესმე სადმე დაინახავთ მბზინავ მიმზიდველ ტბას, სანამ გადახდებით, კარგად დაფიქრდით. წარმოიდგინეთ, რომ ხართ უდაბნოში და უეცრად თქვენი კომპასი უმისამართოდ იწყებს ტრიალს. რადიო კი ხმაურის გარდა არაფერს გადმოსცემს. მოგესალმებით მექსიკის დუმილის ზონაში. მიწის ისეთ მონაკვეთზე, სადაც რადიო ტალღები და სიგნალები საეჭვოდ ქრება. პილოტები აქ ფრენას თავს არიდებენ. ადგილობრივები კი უცნაური სინათლისა და გაუგებარი მოვლენების შესახებ საუბრობენ. ზოგი მაგნიტურ ანომალიებს აბრალებს, ზოგი კი მეტეორიტებს. როცა ტექნოლოგიები ვერ მუშაობს, ბუნება გვახსენებს, ვინ არის ნამდვილი ბოსი. რატომ არადიან ადამიანები კაილასის მწვერვალზე? 6628 მეტრის კაილასის მთა ტიბეტში 4 რელიგიისთვის წმინდა ადგილია, მაგრამ აქ რაღაც უცნაური ხდება. ალპინისტები უცნაურ გაუგებრობას, უცნაურ ამინდს და ტექნიკის გაუმართავობას უჩივიან. ზოგიერთი ამბობს, რომ თავად მთა ცდილობს არავინ მიუშვას მწვერვალამდე. ყველა სიმაღლე არ არის განკუთვნილი დასაპყრობად. ზოგჯერ პატივისცემა უფრო ჭკვიანური გზაა, ვიდრე გამოწვევის მიღება. რას გააკეთებდი თუ დაინახავდი, რომ შენს თვალწინ მდინარის ნახევარი უბრალოდ გაქრა? ზუსტად ეს ხდება მინესოტაში, ეშმაკის ქვაბში. მდინარე ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი ჩვეულებრივ მიედინება, ხოლო მეორე ვარდება დიდ ხვრელში. წლებია მეცნიერები ცდილობენ მისი მიმართულების პოვნას. წყალში საღებავებს ასხავენ ან პინგ-პონგის ბურთებს აგდებენ, მაგრამ ჯერ არავინ იცის თუ სად მიდის წყალი. ეს ისევ ამოუხსნელი საიდუმლო რჩება. ბუნებას თავისი ფარული გზები აქვს. როცა მომავალში მდინარეს დაინახავ, დაიმახსოვრე, ყველა გზა ჩვენთვის ხილული არ არის. როგორ შეიძლება გემები და თვითმფრინავები უბრალოდ გაქრნენ კვალის გარეშე? ზუსტად ეს ხდება ყველასთვის ნაცნობ ბერმუდის სამკუთხედში. იმ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ფლორიდას, ბერმუდასა და პუერტო-რიკოს შორისაა. აქ 1000-ზე მეტი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა. არც ნამსხვრევები, არც საგანგებო სიგნალი. ზოგს ჯერა, რომ უცნაური მაგნიტური ძალები აპარატურას შლის. სხვები ამბობენ, რომ უდიდესი ტალღებია მიზეზი. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს გვახსენებს, რომ ბუნება დღესაც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ტექნოლოგიები. თუ ოდესმე საშიშ ზღვებს გადაგვეთ, იცოდე, რომ მხოლოდ ტექნიკას არ უნდა ენდო. ფუჯის მთის ძირას მდებარეობს აოკიგაჰარა ტყე, რომელიც იმდენად ჩუმია, რომ გონებას გირევს. მას ხეების ზღვა ეწოდება. ის ერთდროულად მშვენიერიცაა და შემაძრწუნებელიც. მისი სიჩუმე ხალხს იზიდავს, მაგრამ ასევე უამრავ ტრაგედიასაც მალავს. ტყის სქელი ფოთლები ხმას აკავებს და უცნაურ სიჩუმეს ქმნის. თუ ოდესმე იქ მოხვდები, მხოლოდ მონიშნულ ბილიკზე იარე. ზოგჯერ ბუნების სიჩუმე მარტივი გაფრთხილებაა. წარმოიდგინე პატარა ალი, რომელიც ხმაურიანი ჩანჩქერის უკანანთია. ნიუ-იორკში საუკუნოალის ჩანჩქერზე ბუნებრივი აირი მუდმივად ინარჩუნებს ცეცხლს წყლის ქვეშ. ეს თითქოს შეუძლებელია, ცეცხლი და წყალი ერთად. ეს პატარა ალი გვახსენებს, რომ ზოგჯერ უბრალო ბუნების საიდუმლოებებიც კი ჯადოსნურია. თურქმენეთის ყარაყომის უდაბნოს შუაგულში არის ჯოჯოხეთის კარი, ცეცხლმოკიდებული კრატერი, რომელიც 1971 წლიდან დღემდე იწვის. ბურღვამ გაზის გაჟნო გამოიწვია და ინჟინრებმა აირების გავრცელების შესაჩერებლად ცეცხლი მოუკიდეს. 40 წელზე მეტი გავიდა და ის ისევ იწვის, როგორც ჯოჯოხეთის კარიბჭე შუა უდაბნოში. ეს გვახსენებს იმას, რომ ზოგი შეცდომა სამუდამო მონუმენტად იქცევა. ბუნების ძალა ნამდვილად გასაოცარია. ქალაქ პარიზის ქვეშ არის ბრნელი ლაბირინთი, სადაც 6 მილიონზე მეტი ადამიანის ცვლებია დასვენებული. თავიდან ის შეიქმნა იმისთვის, რომ გადასებული სასაფლაოების პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ დროთა განმავლობაში კატაკომბები ფარულ ქალაქად გადაიქცა, ქუჩების ქვეშ, სიჩუმით სავსე და დავიწყებული ისტორიებით. როცა ამ ადგილას დადიხარ, სიკვდილს პირისპირ ხვდები. ეს გვახსენებს მიწის ქვეშ არსებულ საშიშ ისტორიას.
ბოლივიის სალარდე უიონი ყველაზე დიდი მარილის უდაბნოა მსოფლიოში. მისი ფართობი 10,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. წვიმების შემდეგ ის გიგანტურ სარკედ იქცევა. სადა მიწა ერთ დიდ უსასრულო სივრცედ ერწყმის ერთმანეთს. მოგზაურები ხშირად იკარგებიან, რადგან ეს ადგილი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ეს გვასწავლის, რომ ჩვენი ხედვა ცვლის რეალობის შეგრძნებას. როცა ცხოვრება არეულად გეჩვენება, შეჩერდი და ხედვა შეცვალე. სიმშვიდე ქაოსით შეიძლება ჩამოყალიბდეს. პერუს უდაბნოში არის ნასკას ხაზები, დიდი საიდუმლო სურათები, რომლებიც მხოლოდ ზემოდან ჩანს. არავინ იცის რატომ და როგორ შეიქმნა ისინი. ზოგი ფიქრობს, რომ კალენდრებია, სხვებს კი რელიგიური სიმბოლოები ან უცხოპლანეტელების მესიჯები ჰქონიათ. საოცრება კი ისაა, თუ რამდენად გასაოცრად დიდი სიზუსტით არის გაკეთებული მაშინ, როცა თვითმფრინავები არ არსებობდა. ეს ძველი ნიშნები გვახსენებს, რომ დიდი გზავნილებისთვის ფართო ხედვაა საჭირო. ბელიზის მახლობლად არის დიდი ლურჯი ხვრელი, უზარმაზარი წყალქვეშა ორმო, რომელიც დიამეტრით 300 მეტრზე დიდია და 125 მეტრის სიღრმეზეა ჩასული. ღვინთავები ამბობენ, რომ იქ დიდი სიჩუმეა და წყალი უეცრად ცივდება. ეს ნიშნავს, რომ იქ დამალული დინებები და შეუსწავლელი გამოქვაბულებია. ეს საოცარი ადგილი გვიჩვენებს, რამდენად ვრცლად არის დედამიწაზე უცნაური მოვლენები გავრცელებული. მადლობა, რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დააწექი ლაიქს და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მეხმარება. მომავალ ვიდეომდე.